ჩვენ დავბრუნდით ეთერში, საუბრობთ მოსმენების შესახებ კანონზე. პარლამენტს აქვს ვალდებულება, რომელიც დააკისრა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ ახალი წესი შეიმუშაოს 31 მარტამდე. მასპინძლობ თამარ ქალდანს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს სამშვიდობისა. მადლობა. სტუდიაში მოსვლისთვის ჩვენ ახლა მოვისმინეთ პოზიციები, ვხედავთ რას გეგმავს ხელისუფლება და ვხედავთ რას აპროტესტებს არასამთავრობო სექტორი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ყოველთვის იყო აღქმული ისეთ ვთქვათ პერსონად, სტრუქტურად, რომელიც თქვენით არის წარმოდგენილი ამ შემთხვევაში, რომელიც ერიდებოდა ხოლმე ასე პირდაპირ ასოცირებას ვთქვათ ხელისუფლების პოზიციასთან და უფრო ვთქვათ არასამთავრობო სექტორიდან ვთქვათ გამოვლილი გზის გამო, ამ იდეების გამო ხშირად უჭერდა ხოლმე მხარს ადამიანის უფლებების მიმართულებით უფრო მყარ პოზიციებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თქვენი პოზიცია სად არის? ნინო, ჩვენ ისე ვიქوارთ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის და მისი აპარატის მთელი ფუნქციები არის ადამიანის უფლებების დაცვა და განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვაზე. აქვთ გავართ და ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი საზრდამხედველო ორგანოს როლი, რომელიც არც პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ინსტიტუტი არის, მაგრამ აქ მთავარი აქცენტი ჩვენ ყოველთვის ვაკეთებდით აქცენტს მეტი კონტროლის მექანიზმებზე. ჩვენ ვართ საჯარო დაწესებულება, რომელსაც გვაქვს ჩვენი როლი და ჩვენი როლი არის ზედამხედველობა. ამიტომ ჩვენ ვერ ჩავერევით და ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებებს, ვერ უკანახებთ ხელისუფლებას სად უნდა წაიღოს, ესე ვთქვათ, ვის უნდა მისცეს მოსმენის შესაძლებლობა, ვის უნდა კონდეს პირდაპირ წვდომის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც თავისი კომპეტენცია ჭირდება, ეს რომ მიიღო და ვთქვათ, არჩევითი შეიძლება უნდა იყოს ის პირები არჩევითნი უნდა იყვნენ საქართველოს პარლამენტის სახით, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ინტენსიურად და აქტიურად ვლაპარაკობდით ზედამხედველობის და კონტროლის ბერკეტებზე. ეს არის ჩვენი კომპეტენცია და ამაში ეს გავალიათ თქვენ გასაგებია, მაგრამ აი ამ ახალი კანონმდებლობით აქ საუბარია, ვთქვათ, ეს შენგეხება, რომელიც თქვენთვის არ არის უცხო კამპანია, აქ საუბარია იმაზე, რომ რეალურად სააგენტო ხდება არა ტექნიკური სერვისის, ვთქვათ, გამტარებელი, არამედ სერიოზული, ვთქვათ, ბერკეტის მქონე, ისეთის, რომელიც აკონტროლებს, ვთქვათ, ძალიან ბევრ ამეს და არა მხოლოდ, ვთქვათ, იღებს დავალებებს, რომელსაც ახორციელებს და კონტროლის მექანიზმი ამ შემთხვევაში არის, მაგრამ ეს აშველის მის, ვთქვათ, მონსტრად ქცევას. მე გუშინ შევძელი, იმიტომ რომ გუშინ დაარიგდა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ის საკმაოდ სქელტანიანი დოკუმენტი, ამიტომ ჩვენ დეტალურად ბუნებრივია ერთ დღეში ვერ გავივლიდით, თუმცა ინტენსიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ყველა პუნქტი გავიაროთ. გვაქვს ასევე შეთანხმება გუშინ ჯგუფის ფარგლებში თქვით, რომ სანამ ინიცირება მოხდება, ჩვენ გავივლით ყველა საკითხს, განსაკუთრებით რა თქმა უნდა ყურადღებას გავამახვილებთ კონტროლის მექანიზმებზე და ინიცირებამდე მივაწვდით პარლამენტს ჩვენ მოსაზრებებს და ბუნებრივია ამ პროცესში ჩართულები დავრჩებით ინიცირების შემდეგაც საპარლამენტო განხილვების ეტაპზე მე მგონია, რომ იქნება შესაძლებლობა გარკვეული ბუნდოვანებები აღმოიფხვრას, საკითხები იქნას დაზუსტებული, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, ვთქვათ, იგივე კონტროლის ეფექტურ მექანიზმებზე, რა უნდა შეიცვალოს თუნდაც პერსონალური მონაცემების ნაწილში, ვთქვათ, იგივე სასამართლო და საპარლამენტო კონტროლის ტექნიკური თვალსაზრისით რა საჭიროება დგას, იმიტომ რომ გამოვიარეთ ეს გზა 2 წლის წინ ჩვენ მოგვენიჭა უფლებამოსილება, საერთოდ არაფერი არ ვიცოდით ამ სფეროზე, მაგრამ ეხლა უკვე 2 წელი გავიდა და ვიცით პრაქტიკას არსებობს რისკები და როგორ შეიძლება ამ რისკებზე ადეკვატური პასუხის გაცემა. ასე რომ ეს ერთი მიმართულება, ეხლა მე არ დამრჩა და დეტალურად სააგენტოს, ესე ვთქვათ, უფლებამოსილებები ჩემთვის პირველ ეტაპზე, რაც ყოველ შემთხვევაში პრეზენტაციიდან ჩანდა აღქმული იყო და აღვიქვი როგორც ესე ვთქვათ, დამოუკიდებელია თუ არა ამას არსებითი მნიშვნელობა შეიძლება ამ ასპექტში არ კონდეს, როგორც სერვის პროვაიდერი, რომელსაც უშუალოდ საგამოძიებო ინტერესი და ფუნქცია წესით არ უნდა კონდეს, ის მიიღებს დავალებებს, განჩინებებს, დადგენილებებს, მოთხოვნებს სხვადასხვა სამართალდამცავი სტრუქტურებისგან, ეს შეიძლება იყოს უსაფრთხოების სამსახური, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ასე შემდეგ, ვისაც აქვს საგამოძიებო უფლებამოსილება და ტექნიკურად განახორციელებს, ესე ვთქვათ, აღჭურვას, მიერთებას, ინფორმაციის მოპოვებას. აი, მოდით თამარ, აი აქ მინდა წაგიკითხოთ ერთი ამონარიდი შენგეხებას განცხადებიდან, სადაც ამაც ვეყნობი ძირითადად აუდიტორიასაც მინდა უთხრა იმის გამო, რომ ეს კამპანია რეალურად ამაზე მუშაობს ამ თემაზე და საექსპერტო შეფასებაც ძალიან სანდოა მათი მხრიდან ამ შემთხვევაში. ეს შენგეხება წერს, ის თავად ქმნის, ანუ ეს სააგენტო
იყენებს და აკონტროლებს საკუთარი მოვალეობისთვის აუცილებელ პროგრამულ და ტექნიკურ საშუალებებს. კონკრეტულ ვალდებულებებს აკისრებს კერძო პროვაიდერებს. შეუძლია აუდიტის დანიშვნა კერძო კომპანიებში და შესაბამისად დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მათი დაჯარიმება. ამავდროულად სააგენტო არა მარტო სერვისის სახით ტექნიკურად ახორციელებს ფარულ მოსმენებს თუ ელექტრონულ კომუნიკაციების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დამუშავებას, არამედ უშუალოდ ახორციელებს ისეთ ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებებს, როგორიცაა ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა და სხვა. შესაბამისად სააგენტოს სახით იქნება არა სერვისის მიმწოდებელი ორგანო, არამედ დიდი ძალაუფლებითა და უფლებამოსილებით აღჭურვილი სამსახური, რომელიც ამავდროულად ექსკლუზიურად სარგებლობს რიგი უფლებამოსილებით და კვლავ რჩება პირდაპირ ხვდომა მოქალაქეთა პირდაპირად ინფორმაციას. აუდიო-ვიდეო ჩაწერასთან დაკავშირებით ახლა რაც ნამდვილად მახსოვს, რომ წავიკითხე და ყურადღება გავამახვილე, ამას საკუთარი ინიციატივით არ აკეთებს, ამას ისევე აკეთებს, ესე ვთქვათ, განჩინებების და დადგენილებების და მოთხოვნის საფუძველზე. ხო, აქ საუბარი იყო იმაზე, რომ არა მხოლოდ მოსმენების ნაწილი უნდა გასულიყო, ესე ვთქვათ, ამ სააგენტოს უფლებამოსილებაში, არამედ ნებისმიერი სხვა ტიპის ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც არ შემოიფარგლება ბუნებრივია მარტო სატელეფონო მოსმენით, ან რაღაც ინფორმაციის კომპიუტერული სისტემიდან მოპოვებით, ეს შეიძლება გულისხმობდეს იგივე კამერის სადღაც განთავსებას, აუდიო ჩაწერის განხორციელებას, ანუ პრაქტიკულად ეს იქნება უშუალოდ დამოუკიდებლად, ესე ვთქვათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ექნება ამისი უფლებამოსილება და მხოლოდ ესე ვთქვათ, სააგენტოს ტექნიკური საშუალებებით, რომელიც პრინციპში არის თუ არა დამოკიდებული სუს ეთქვა როგორი შეიძლება. იცით როგორ დეტალურად არ ჩამივლიე ხა სრულად, იმიტომ რომ მართლა გეუბნებით შეზღუდული დროიდან გამომდინარე, ჩვენ ბუნებრივია აქცენტს ვაკეთებთ პირველ რიგში ჩვენ უფლებამოსილებებზე, იმიტომ რომ გარკვეული ცვლილებები შეიძლება აქაც იყოს და ამაზე მივალთავაზებთ. ვაკვირდებით, რომ არაფერი ვთქვათ გაუარესების მიმართულებით კი არ წავიდეს პირიქით, გაუმჯობესდეს და იქ სადაც ტექნიკური თუ სხვა ტიპის პრობლემა იყო, თუნდაც საიტოდიდან გამომდინარე სწრაფად მიღებულ კანონში გასწორდეს და ძალიან მკაფიო და ნათელი იყოს, როგორი ზედამხედველობა განხორციელდება ჩვენი მხრიდან. ამიტომ ამ თემებზე გულწრფელად რო გითხრათ, ჩემი მთავარი ინტერესი ეს არ იყო და ბევრი დრო არ დამიხარჯავს, მაგრამ მაგალითად განსხვავებული არის სტანდარტული სიპისგან არჩევის წესი, არის კომისიური წესი, ვთქვათ, სადაც მონაწილეობენ პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გარდა ბევრი სხვა ხელისუფლების შტო, ანუ იგივე საპარლამენტო პარლამენტის მონაწილეობა არის, სასამართლოს, სახალხო დამცველის და ასე შემდეგ, ანუ რაც მახსოვს და რაზეც აქცენტი გაკეთდა გუშინ. ასევე ვთქვათ, შესაბამისად იყო საუბარი იმაზე, რომ ნახან რთული არჩევის პროცედურა არის, ასევე ვადა შეიძლება განისაზღვროს იმისთვის, რომ იგივე ანგარიშვალდებულების საკითხი არსებობდეს და ასე შემდეგ. მე რაც დამჩა შთაბეჭდილება ძალიან სტანდარტული სიპი არ არის და ამაზე აღინიშნა კიდეც, რომ მისი სტატუსიდან და საქმიანობიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელმძღვანელს და ამ სიპს ჰქონდეს თავისი, ესე ვთქვათ, გარკვეული დაქვემდებარებული სტატუსიდან გამომდინარე, ამავე დროს დამოუკიდებლად ბევრი მიმართულების გადაწყვეტის შესაძლებლობა, მათ შორის ბიუჯეტირების, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისა და ამ შემდეგ. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი, როგორც აღნიშნავს ხელისუფლება, მაინც არის იმასთან შედარებით, რაც იყო. გავიგეთ, რომ ეს ვთქვათ, საკონსტიტუციო სასამართლოს ინიცირებულია და თუ ავიღებთ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ რისკი იყო იქ, როდესაც გამოძიებით დაინტერესებული უწყება ახორციელებდა პირდაპირ წვდომას, ამ შემთხვევაში სტრუქტურულად ის არის ცალკე უწყება და მას თუ საგამოძიებო ფუნქციები არ ექნება და მისი მთავარი მიზანი და ამოცანა თუ იქნება მიღებული დავალებების დოკუმენტურად სასამართლო განჩინებებით და დადგენილებებით და სხვა გამონაკლისო შემთხვევებში, როგორც კანონი ამას მოაწესრიგებს, იმ საქმის კარგად კეთება რისკი ალბათ შეცვლება. დამოუკიდებლობის ხარისხს უფრო მაღალს დააყენებდა თუ არა, ცალკე სრულიად მართლაც და დამოუკიდებელი სააგენტო და არა სუსის ქვეშ არსებული. ნინო, ამიტომ მე ვამბობდი, რომ როდესაც იყო დისკუსიები ამ თემაზე, დამოუკიდებელი არ არის დამოუკიდებელი, მას შემდეგ რაც ამ თემაზე დავიწყე ინტენსიური მუშაობა, ჩემთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდა ის, რომ კონტროლის მექანიზმები სულ რო შეპესეს მივაბაროთ, ხო? სააგენტოს ფუნქციები მივცეთ, აი აბსოლუტურად გარე ბიზნესის წარმომადგენელს, რომელსაც ფულის, ესე ვთქვათ, მოგების გარდა სხვა მიზანი არ ექნება, ვთქვათ და გარკვეული დაფინანსების მიღების გარდა, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ კონტროლის პაკეტი და ეფექტურობა იყოს ძალიან მაღალ დონეზე და რატო? იმიტომ რომ თავარი არსი ფარულ და ღია აღონისძიებებს შორის, მაგალითად ავიღოთ, ჩხრეკა, მოვიდნენ თქვენთან და გეუბნებიან, რომ ეხლა თქვენი სახლი უნდა გავჩხრიკოთ და მეორე ფარულად აკეთებენ, ვთქვათ, თქვენი პირადი წერილების ამოღებას.
რომელიც შეიძლება სახლიც ინახებოდეს, ხო? თქვა. არსებითი განსხვავება რა არის, რომ თქვენ როდესაც ჩვენგაზე მოგაკითხავენ, თქვენ უღებთ კარს, გეუბნებიან ვინ არიან, გეუბნებიან რომ აი განჩინება და ასე შემდეგ, თქვენ შეიძლება უთხრათ რომ მე არ მოგცემთ ამის უფლებას, სანამ დოკუმენტს არ წარმომიდგენთ, მე ადვოკატი მოითხოვოთ, მე დამსწრები და ასე შემდეგ. ფარულის დროს ეს ყველაფერი არ ხდება. ხო, იმიტომ რომ ადამიანმა საერთოდ შეიძლება არ იცოდეს და დიდი ალბათობით არ იცის რა ხდება, ხო? თქვა ხდება თუ არა, ის გახდა თუ არა საერთოდ ინტერესის საგანი. სწორედ ამიტომ არის კონტროლის მექანიზმები ძალიან მნიშვნელოვანი და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, მისი პოზიტიური ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს ეს კონტროლის მექანიზმები, რომ სასამართლო იღებდეს მხოლოდ და მხოლოდ გადაწყვეტილებას და არა კონკრეტული გამომძიებელი, თქვა უნდა განხორციელდეს თუ არა ესა თუ ის ფარულის გამოძიებო მოქმედება და მერე სწორად ხდებოდეს ამ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. და ჩვენი მიზანი და ჩვენი არსი ერთ-ერთი გარდა სხვა საკითხებისა, რაზეც მუშაობთ, არის სწორედ ის, რომ ვუზრუნველყოთ სასამართლო გადაწყვეტილებების სწორი აღსრულება, რომ მოსმენად განხორციელდეს იმ მომენტიდან, როცა ეს თქვა სასამართლომ და დასრულდეს იმ მომენტში, როცა ის უნდა დასრულდეს იგივე განჩინებით ან დადგენილებით განსაზღვრული. რაც ეხება უშუალოდ თქვენი უწყების ფუნქციებს ამ კანონმდებლობაში, შემთხვევით უკმაყოფილო ხო არ ხართ, რაიმე შემცირებული ხომ არ არის თქვენი ფუნქცია? ჩვენ გუშინვე დავაფიქსირეთ სამუშაო ჯგუფზე, რომ დეტალურად გავივლით, იმიტომ რომ დეტალებში არის ხოლმე შვაკი და არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დეტალურად შევისწავლოთ. ამ ეტაპისთვის რაიმე ტიპის გაუარესება ნამდვილად არ შეგვიმჩნევია, მაგრამ აბსოლუტურად, ესე ვთქვათ, ლუპის ქვეშ გავატარებთ იმ პროექტს, რომელიც არსებობს. გადავხედავთ ყველაფერს, გაუმჯობესებაზე, გარკვეულ საკითხებზე ჩვენ დავაყენეთ და გაიზიარა ჯგუფმა, თქვათ, ჩვენი გარკვეული შეხედულებები, ამიტომ ეს პროცესი არ დამთავრებულა, ჩვენ ინიცირებულის კი არ არის, ესე ვთქვათ, ეს პროექტი, ამიტომ ჩვენ დღესაც ვმუშაობთ, ხვალაც ვიმუშაობთ და ბუნებრივია საპარლამენტო განხილვის პროცესშიც ვიმუშაობთ იმისთვის, რომ პროექტი გახდეს გაცილებით უკეთესი და რისკები, რომელიც ყოველთვის არსებობს, როცა საქმე ფარულს გამოძიებო მოქმედებებს ეხება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი თუნდაც უფრო მეტი და ეფექტური კონტროლის საშუალებები. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაც ხდება, რაშიც იყო ხოლმე ყოველთვის დანაკლისი. ინსპექტორის კონტროლი ვრცელდებოდა მხოლოდ დანაშაულის გამოძიების მიზნით, ესე ვთქვათ, ფარულს გამოძიებო მოქმედებებზე და ისიც არასრულად, იმიტომ რომ არის ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ ფიზიკურად ვერ გავაკონტროლებთ, ხო? აქედან გამომდინარე, აი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც იყო ჩემთვის იყო, რომ აი ეს იყო განსხვავება, ვთქვათ, არა სისხლის სამართლის სფეროში საგამოძიებო მოქმედებებსა და სისხლის სამართლის სფეროში საგამოძიებო მოქმედებებზე. აქ მეტნაკლებად საპოლიციო სექტორზე ზედამხედველობა არსებობდა და ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ეს კონტროლი ყოფილიყო კარგი, ეფექტური და ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. შესწავლილი ხო მარტო ეხლა წლეურ ანგარიშზე მუშაობ და მარტო 2016 წელს 57 кейსი გვქონდა ან მოქალაქის განცხადების საფუძველზე და უფრო მეტი ჩვენი ინიციატივით სამართალდამცავებთან მიმართებაში, როცა ინდივიდუალური ან კოლექტიურად რამდენიმე საკითხი ერთად შევისწავლეთ და ხან აღმოაჩინეთ, ხან ვერ აღმოაჩინეთ და ასე შემდეგ. ხო, ამიტომ ჩვენ ყოველთვის მუშაობთ ამ თემაზე. ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ის, რომ ამ ინიციატივით, რომელსაც ჩვენ გუშინ გავეცანით, მათ შორის კონდაზორვითი მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებაზე, რომელიც ზედამხედველობა არ ხორციელდებოდა, შემოდის და მე ამას ნამდვილად მივესალმები და ასევე ნამდვილად მივესალმები იმას, რომ საპარლამენტო კონტროლის ბერკეტი ძლიერდება, იქნება ვთქვათ, ნდობის ჯგუფს გაუფართოვდება მანდატი, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ, ვთქვათ, ის ჩანაწერი, რომელიც ეხლა იმ პროექტში შეიძლება იყოს, ხო არ შეიძლება უფრო მეტად გაუმჯობესდეს, ხო არ შეიძლება ვთქვათ, უფრო ნდობის ჯგუფის ჩართულობა უფრო ინტენსიური გახდეს და აუცილებლად პროცესი, რომელიც 31 დეკემბრამდე როგორც მარტამდე როგორც ჩანს გაგრძელდება, საინტერესოა ეს